მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნით, ესეთი სპონტანურად გავაკეთო ტაროს საჯარო გაშლა თემაზე გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება, ჩაფიქრებული სასიყვარულო პარტნიორი. როგორც გითხარით, მე ყოველთვის ვეცნობი კომენტარებს და ვითვალისწინებ ჩემი გამომწერების თხოვნას ამა თუ იმ საინტერესო იდეასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იდეები უნდა შეეხებოდეს საჯარო ტაროს სეანსების თემატიკას, ან ზოგადადაც თუ თქვათ გაინტერესებთ რაიმე თემა ეზოთერულ ჭრილში, რომელიც ეხმიანება ჩემს კონტენტს, რომელსაც ვაზიარებ ჩემს ონლაინ სივრცეში, შეგიძლიათ შემომთავაზოთ ეს იდეები და მე დიდი სიამოვნებით მოვამზადებ თუნდაც წერილობითი პოსტის სახით, ან თუნდაც ვიდეო ჩანაწერის სახით და შემოგთავაზებ თუ ახლოს მომავალში. სანამ მე გადავიდოდე ტაროს საჯარო სეანსის გაშლაზე, ვარიანტების გაშლაზე, მანამდე ჩემი თხოვნა იქნება გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ვისაც შემთხვევითობის პრინციპით ესე რენდომ შემოგხვდებათ თქვენს news feed-ზე, თქვენს პროფილზე ჩემი ვიდეო ჩართვა. გამოიწერეთ ჩემი გვერდი იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ განახლებები, რომელსაც მე სისტემატიურად და საკმაოდ ინტენსიურად ვთავაზობ ჩემს გამომწერებს, სხვადასხვა საინტერესო შემეცნებით თემებზე, არა მხოლოდ ტაროს გაშლებს ვაკეთებ, არამედ თუ გადახედავთ ჩემს კონტენტს, ჩემს გვერდს, ნახავთ, რომ მაქვს სხვა სახის შემეცნებით თემებზე გაკეთებული სხვადასხვა შინაარსის პოსტები, ვიდეო ჩართვები, რამდენიმე ლაივიც მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ყველაფერს და შემდგომში, რომ არ გამოგრჩეთ განახლებები, გამოიწეროთ ჩემი გვერდი. ასევე ამ ვარიანტების მოსმენის შემდგომ თუ პროგნოზები მოვა თქვენთან ახლოს, ჩემი თხოვნა იქნება ენერგობალანსისთვის გააზიაროთ ვიდეო, ასევე დაალაიქოთ და კომენტარების ველში დამიწეროთ თქვენი შეხედულებები, რა რეზონირდა თქვენთან, რა მოვიდა ახლოს, როგორ, ასე ვთქვათ, მოვიდა თქვენამდე გაჟღერებული ინფორმაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა კი მოდით ვნახოთ ვარიანტები და სამ ვარიანტად მექნება წარმოდგენილი და თქვენს თვალწინ ამოვიღებ არგანებს და ვნახოთ მართლაც საინტერესოა რა პასუხს გაგვცემს ტარო სამივე ვარიანტზე, გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება, სასიყვარულო ურთიერთობის კონტექსტში იქნება გაშლა და რა თქმა უნდა შეეხება იმ წყვილებს, უფრო საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყავთ რა თქმა უნდა პარტნიორი და არის ერთგვარი კონფლიქტი თქვენ შორის, დაპაუზებული ურთიერთობა, შეწყვეტილი ურთიერთობა, მაგრამ არ არის ბოლომდე დასრულებული ჯერ ეს ურთიერთობა, არის გარკვეული კითხვის ნიშნები, შესაბამისად გაქვთ მოლოდინები და ელით მისგან გარკვეულ ნაბიჯებს, გამოხმაურებას, წერილობით შეტყობინებას, დარეკვას, შეხვედრას, რაღაცა გარკვეული ინიციატივის გამოჩენას, ხო? აი ასეთ ურთიერთობაზე, ასეთ ჭრილში არსებულ, ასეთ კონტექსტში არსებულ ურთიერთობას შეეხება ეს გაშლა და მოდით ვნახოთ, ხო? გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება პირველი ვარიანტისთვის. გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება მეორე ვარიანტისთვის და გამოვა თუ არა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება მესამე ვარიანტისთვის. როგორც ხედავთ, წარმოდგენილია სამი ვარიანტი. შუქიც უდათ ეცემა, ასე დავალაგებ, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და აირჩიოთ თქვენი ვარიანტი, ან თუ რამდენიმე პიროვნებას
პიროვნებაზე გსურთ რომ მოისმინოთ პროგნოზები, შეგიძლიათ სამივე ვარიანტზე ჩაიფიქროთ და შესაბამისად სამივე ვარიანტს მოусმინოთ. ან ზოგადად მოისმინოთ გაშლა და ის ინფორმაცია აიღოთ თქვენთვის, რაც მოვა თქვენთან ახლოს, რაც რეზონირდება თქვენს სიტუაციასთან, ყველა ადამიანს რა თქმა უნდა მაინც ინდივიდუალური მოცემულობები აქვს, რომელიც განსხვავდება სხვა ადამიანის რეალობისგან, ამიტომ უკვე თქვენზეა რას მიიღებთ თქვენად და რას ჩათვლით, რომ თქვენია, ხო თუ რა თქმა უნდა არ აერჩევთ ვარიანტს და მოისმენთ სამივე ვარიანტს, უკვე სამივე ვარიანტიდან ამოკრებილი პასუხები, სინთეზი უკვე მოგიწევთ თავად თქვენ, ხო? და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი. საინტერესოა, გამოვა თუ არა კონტაქტს, პირველი ვარიანტი. აქ ცალსახად ჩანს წასული ადამიანი, ხო, ეხლა ამას დიდი ტაროლოგობა და რაღაცა დიდი ფილოსოფიების ცოდნა არ ჭირდება. ცალსახაა, რომ ვიზუალურად არკანი, ეს არის თასების სრვიანი, გვესაუბრება ადამიანზე, რომელიც არის კონკრეტული სიტუაციასთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში ეს არის თასი, ხო? წყლის თასი. წყლის თასი ეს არის ემოციები, ეს არის წყლის სტიქიის არკანი, შესაბამისად ადამიანი გარკვეული უთანხმობიდან გამომდინარე, ან კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, ან ასხთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, ზურგს აქცევს ამ წყლიან თასს, ემოციებს, სიყვარულს, ურთიერთობას, რომელიც კვებავდა მას გარკვეული პერიოდი ამ ემოციებით და გრძნობებით, რატომ და როგორ ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ თითქოს ადამიანს ეს მოცემულობა აღარ აკმაყოფილებს, მისთვის ეს სისავსის მომცემი არ არის და შესაბამისად ის მიემართება სრულიად უცნობი მიმართულებით, აქ არ ჩანს კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული გეზი, ეს არის უცნობი მიმართულება, რომლისკენაც მიემართება ადამიანი ზურგში ქცეული, ხო? ჩანს აშკარად წასული ადამიანი. და მაინც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, მაინც რომ დავაზუსტოთ, აქ პასუხი რომ გავიგოთ მაინც უფრო თვალნათლივ, გამოვა თუ არა კონტაქტზე, იქნება თუ არა ამ ადამიანისგან, პირველ ვარიანტში, რომელიც ამოვიდა, წასული ადამიანისგან გარკვეული მესიჯები, შეტყობინებები, აქტივობები, დაბრუნებასთან დაკავშირებით, გამოხმაურებასთან დაკავშირებით, თუნდაც უბრალოდ მოკითხვასთან დაკავშირებით, ხო? გადმოდგავს ეს ადამიანი ნაბიჯებს გამოვა კონტაქტზე. საინტერესოა ძალიან. კი ბატონო, აქ ჩანს აშკარად ჩანს ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი საკმაოდ ფასეული და ძვირფასია, ხომ? თასების 10-იანი ამოდის. ეს არის ცალსახად კი. ეს არის ოჯახური იდილის ან ისეთი ემოციურად სავსე ურთიერთობის მაჩვენებელი არკანი, ხომ? პირველივე არკანი, რომელიც ამოდის, რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს, ამ სისავსეს, ამ სითბოს, ამ მყუდრო ბუდეს ადამიანმა ასე ზურგი შეაქციოს, ხო? შეიძლება არის გარკვეული წყენები, გარკვეული უკმაყოფილება, გარკვეული გაუგებრობა და ჩანს კიდეც ეს პირველივე არკანიდან ადამიანი ზურგს აქცევს თითქოს ამ ყველაფერს, მაგრამ შემდგომი არკანები, თასების 10-იანი არკანი ეტლთან ერთად მესაუბრება იმაზე, რომ ამ ადამიანმა ისეთ მდგომარეობას შეაქცია ზურგი, ალბათ თავისივე ინფანტილური ბუნების გამო, გარკვეული შეცდომის გამო, ან არასწორი ხედვების გამო, ან ფეთქებადი ხასიათის გამო, ხო? მოხდა რაღაცა გაუგებრობა და წავიდა ადამიანი, ხო? რაღაცა ზურგი აქცია ამ ყველაფერს, მაგრამ რასაც აქცია ზურგი, ეს ძალიან ძვირფასი და ფასეულია მისთვის. ის არა მხოლოდ გამოვა კონტაქტზე, არამედ დაბრუნდება, უფრო რაღაცა ესეთი ჩანს, იმიტომ რომ არკანი ეტლი ამოდის, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით აქტიური ნაბიჯების, აქტიური ქმედებების არკანი და ეს ადამიანი არა მხოლოდ გამოვა კონტაქტზე, არამედ მისი სურვილია, რომ გამოვიდეს კონტაქტზე ღირსეულად, გარკვეული შემოთავაზებით, ან რაღაცა უფრო წელსში გამართული, უფრო ძლიერი, უფრო თავდაჯერებული. მე არ ვიცი ახლა თითოეულ ადამიანთან მიმართებაში ურთიერთობის კონტექსტი ყველასთან არის განსხვავებული, ხო?
შესაბამისად რატომ წავიდა ეს ადამიანი, რა მიზნით წავიდა, შეიძლება სულაც არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, მაგრამ გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე არის ადამიანი სადღაც წასული, აქ შეიძლება მოიაზრებოდეს ისეთი კონტექსტი ურთიერთობის, როდესაც ერთ-ერთი წყვილში ერთ-ერთი უпростоრე წასულია ემიგრაციაში, არც ეს არის გამორიცხული და არის გარკვეული ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, ხო? ეხლა ვისაც ვთქვათ პარტნიორი, საყვარელი მამაკაცი, ან თუნდაც მეუღლე გყავთ ემიგრაციაში, სამუშაოდ წასული და თქვენ ხართ აქ, ან არის გარკვეული დისტანცია თქვენ შორის, თქვათ სამსახური აქვს ისეთი თქვენს პარტნიორს, რომ უწევს ხშირი გადაადგილება თუნდაც ქვეყნიდან ქვეყანაში ან ქალაქიდან ქალაქში და არის მოწყვეტილი თავის ოჯახს ან თქვენთან ურთიერთობის კონტექსტში უფრო იშვიათად უწევს თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ არის მისი სამსახური მოითხოვს და მისი საქმიანობა მოითხოვს ასეთ აქტივობას. არც ეს არის გამორიცხული და ამ დროს რა თქმა უნდა სიშორე გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს აჩენს, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ურთიერთობის კონტექსტი გაქვთ, ან თუ ადამიანი გარკვეული შეცდომის, ემოციური ინფანტილიზმის ან გაუგებრობიდან გამომდინარე, ან თუნდაც მისი სამსახურებრივი, ან საქმიანობიდან გამომდინარე, არის დისტანციაზე თქვენგან. და ამჩნევთ რომ სიცივეს, ამჩნევთ გულგრილობას, ამჩნევთ ნაკლებ კონტაქტის სურვილს თქვენთან გარკვეული დროის შემდეგ, მე შემიძლია ასეთი რამ გითხრათ, რომ ის აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, აუცილებლად არა მხოლოდ კონტაქტზე გამოვა, არამედ დაბრუნდება, იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც მას აკავშირებს თქვენთან, არის მისთვის ძალიან ძვირფასი, ხო? იმიტომ რომ ეს არის იდეალური მდგომარეობა ემოციების თვალსაზრისით, ხო? ემოციური კომფორტია მისთვის თქვენთან ურთიერთობა. ამიტომ ის დაბრუნდება, ის გამოვა კონტაქტზე, ის არა მხოლოდ გამოვა კონტაქტზე, არამედ ჩანს ღირსეული გამოსვლა, გზაზე დადგომა და რაღაცა სხვა უფრო შეიძლება მნიშვნელოვანი წინადადებების გაჟღერებაც მოყვეს ამას, ვიდრე მხოლოდ ეს კონტაქტზე გამოსვლა. აი ასეთი პასუხი გაქვთ ცოტა, რომ მე ბევრი არკანები არ ამოვიღე, სპონტანურად მივყევი ენერგიებს და რაც მოითხოვა ტარომ, რა რაოდენობის არკანებიც მოითხოვა ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის მიღება, მის რაოდენობა ამოვიღე არკანების აი ამ ვარიანტში და მე მგონი იმდენად ნათელია სურათი, რომ ამ შემთხვევაში არკანების უბრალოდ სიმრავლის გამო მათი ამოღება იმისთვის, რომ უფრო გავშალოთ სურათი, როცა არის კონკრეტული შეკითხვა, საჭიროა კონკრეტული პასუხი, ხო? ამიტომ ამ სიმრავლეში რომ არ გავიფანტოთ ყველანი ერთად, პირველ ვარიანტს მოვიაზრებთ, აკმაყოფილდეთ, შემოვიფარგლოთ ამ პასუხით, იმიტომ რომ ტაროს მესიჯები არის ცხადზე ცხადი. პასუხი არის ნამდვილად კი. პირველი ვარიანტისთვის, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი. და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი, ხო? რა ამოვა მეორე ვარიანტში? არკანი არის საკმაოდ ისეთი საინტერესო გამოვა თუ არა კონტაქტზე, ხო? მაგ ამოდის საკმაოდ თავისუფლების მოყვარე ადამიანი, ბავშვურად ეგოცენტრული, უყვარს თავისუფლება, უყვარს, როდესაც არ არის შემოსაზღვრული გარკვეული ჩარჩოებით, საზღვრებით, არის თავისუფლად ესე თავის ნებაზე დამოუკიდებელი ადამიანია, თავისუფლების მოყვარე ადამიანია. შეიძლება იყოს მოგზაურობის დიდი მოყვარული ადამიანი, მარად მოსწავლე, მარად სტუდენტი, ადამიანი, რომელიც სულ სწავლობს, შეიმეცნებს, მოგზაურობს, სიახლეების მოყვარული ადამიანი. ნაკლები პასუხისმგებლობები, ბევრი სიახლე. აი რაღაცა ესეთიც მოდის მეორე ვარიანტთან მიმართებაში. მოდით ნახოთ. გამოვა კონტაქტზე ეს ადამიანი, საინტერესოა. გამოვა კონტაქტზე თქვენთან ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ. სამსჯავრო. გამოვა კონტაქტზე.
ეს ადამიანი აუცილებლად დაბრუნდება წარსულიდან. აი რაღაცა ესეთი არის, მოდით ერთ არკანსაც დავამატებ. დაბრუნდება წარსულიდან. არ ვიცი მე თქვენი ურთიერთობის კონტექსტი როგორი იყო, მაგრამ ჩანს ადამიანის მოტრიალება, მობრუნება, ხელახლა გამოჩენა. თუ ეს არის ყოფილი პარტნიორი და თითქოს ან დიდი ხნის დასრულებული ურთიერთობა, ან დიდი ხნის პაუზაა თქვენს ურთიერთობაში, რაღაცა უფრო ძველია ეს ურთიერთობა, მაგრამ მაინც არის გრძნობები, მაინც არის ფიქრი, მაინც არის რაღაცა ინტერესი, მოლოდინი. ამ შემთხვევაში ჩანს ამ ადამიანის კვლავ გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცნაირად შეცვლილი ფორმატით. ის ისეთი აღარ არის, ან იმ სახით აღარ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, იმ სახით, იმ ფორმით, იმ შინაარსით, რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, იქნება რაღაცა სახეცვლილებით. კი შეიძლება ისევ დაბრუნდეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს თვითონ შეცვლილი ადამიანი, ტრანსფორმირებული, ან გარემოებები იყოს შეცვლილი. რაღაცა ისე ვეღარ იქნება როგორც იყო. აი ესეთი ის მიჩნდება აზრები, მოდის ახლა ჩემთან თავში. შეიძლება ეს გამოჩენა იყოს ცოტა კონფლიქტური ელემენტებითაც. ადამიანი იყოს თავდაცვით პოზიციაში, რაღაცას დაგიმტკიცებთ, რაღაცას ეცდება, რომ თავისი აზრები რაღაცა დაამტკიცოს, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რაღაცა წარსულის განხილვა მოხდეს, აგრესიულ ტონში ოღონდ. ან შეიძლება მისგან მოდიოდეს ესეთი მესიჯები მოვიდეს, ან ესეთი შთაბეჭდილება დაგჭეთ თქვენ, რომ ადამიანი დაღლილია ყველაფრისგან. ზოგადად ცხოვრებისგან, ან იმ პრობლემებისგან, რომელიც ამჟამად აქვს და გადის ამ პრობლემებს, ხო, თავის ცხოვრებაში რაღაცა თემები, რომლებიც მძიმე ტვირთად აწევს მას ზურგზე. შეიძლება ასეთი რაღაცაც იყოს, ჩემო მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ადამიანი კი ბატონო, ნამდვილად ბოლომდე არ არის წასული, ეს ცხადია. ის აუცილებლად კვლავ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ გამოჩნდება შეცვლილი ენერგიებით, შეცვლილი პიროვნება, შეცვლილი ურთიერთობის კონტექსტი, განახლებული ვარიაცია მისი, ასე ვთქვათ, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მოსაწონი და მისაღები იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ის ნაპერწკალი, ის ცეცხლი, ის რაც იყო თქვენს ურთიერთობაში და რაც ზოგადად უნდა იყოს სიყვარულში, ხომ, სასიყვარულო ურთიერთობაში, რაც აცოცხლებს და კვებავს ურთიერთობას. ის აქ არ ჩანს. აქ ჩანს უფრო დაღლილი ადამიანი, რაღაცნაირად დაღლილი, ნაბრძოლი ადამიანი, რომელმაც ბევრი იბრძოლა, ძალიან დაიღალა, მაგრამ ჯერ კიდევ არის რაღაცეები დასასრულებელი მის ცხოვრებაში და ამის გამო უნდა თუ არ უნდა, მაინც საბრძოლო, ასე ვთქვათ, აგრესიული ნოტები რჩება მის საუბარში, მის ქცევაში, მის ზოგადად ჟესტიკულაციაში, მის დამოკიდებულებებში, თითქოს მაინც თავს იცავს იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც იყო მის ცხოვრებაში, რა გამოცდილებებიც გამოიარა მან. აი ასეთ ვითარებაში შეიძლება წარმოჩინდეს თქვენთან, ან თქვენ გაიგოთ ამ ყველაფრის შესახებ, რომ ის ასეთ ვითარებაში იმყოფება და ასეთია მისი რეალობა. წასვლა არ ჩანს, ბოლომდე 100%-ით წერტილის დასმა არ ჩანს ურთიერთობაში, ურთიერთობა კვლავ აგრძელებს თავის სიცოცხლეს, ოღონდ სიცოცხლეს სხვა სახით, სხვა ფორმით და სხვა შინაარსობრივი დატვირთვით. აი ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტი, ძალიან საინტერესო ვარიანტი იყო სხვათა შორის და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი.
აქ საკმაოდ მყარი მიწიერი ადამიანი ჩანს, მყარად მიწაზე მდგომი. შეიძლება რაღაცა საქმეში იყოს, იწყებდეს რაღაცა საქმეს, იდეას ახორციელებდეს, სწავლობდეს რაღაცა კონკრეტულ საქმეში, დებდეს თავის ენერგორესურსს, გადართული იყოს უფრო მეტად მყარ მიწიერ თემებზე, ვიდრე ვთქვათ პირად ურთიერთობებს. და მოდით ვნახოთ ეს ადამიანი, ვინც ამოვიდა აქ, პენტაკლების პაჟი, გამოვა თუ არა თქვენთან კონტაქტზე. გამოვა თქვენთან კონტაქტზე. გამოვა თქვენთან კონტაქტზე. აქ ცოტა მიჭირს პასუხის, დადებითი პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჩანს, რომ ეს ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს, ძალიან დატვირთულია თავისი საქმით, თავისი პასუხისმგებლობებით და თავისი ვალდებულებებით. ძალიან მძიმე შრომაშია ეს ადამიანი, შეიძლება ესე არ ჩანდეს, ან თქვენ არ იცოდეთ ამის შესახებ, მაგრამ ადამიანი მძიმე შრომას ეწევა. შეიძლება იყოს წასული ემიგრაციაში, ან უნდოდეს წასვლა ემიგრაციაში, ან მისი ცხოვრების წესი იყოს ასეთი, რომ მიდის-მოდის ადამიანი, ხო, რაღაცა გარკვეული პერიოდით მიდის ემიგრაციაში, მუშაობს და მერე ბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, რა საქმეშიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მისი ყურადღების კონცენტრაცია, მისი მზერა, მისი, ასე ვთქვათ, მიმართულება, მისი საქმიანობისა ვექტორი, ასე ვთქვათ, მიმართულია უფრო ფინანსებისკენ, მატერიალური საკითხების მოგვარებისკენ და იმ პასუხისმგებლობების მაქსიმალურად კეთილსინდისიერად და სწორად შესრულებისკენ, რაც აწევს ამ ადამიანს ნამდვილად ზურგზე ტვირთად, ხომ? აი ვხედავთ ჩვენ აქ ადამიანს, რომელიც ძალიან დატვირთული მიემგზავრება სადღაც, ხომ? ეს არის კვერთხების 10-იანი. ფაქტიურად 10 მიმართულებით არის ეს ადამიანი გაჭრილი, თუ ესე კარგი სიმბოლიზმის ენაზე ვისაუბრებთ. ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთება უწევს, ის რაც აღემატება ერთი ადამიანის შესაძლებლობებს. ამავდროულად შესაძლებელია ჰქონდეს ამ ადამიანს მზერა მიმართული საზღვარგარეთისკენ, ელოდებოდეს რაღაც შემოთავაზებას, ან თვითონ აპირებდეს წასვლას, როგორც უკვე ვთქვი, და აი ამ ყველაფერზეა გადართული, ხომ? აქ ემოციების ადგილი ნაკლებად არის, პირიქით, რაც ამოდის ემოციების თვალსაზრისით, ეს არის უფრო კრიზისი ემოციურ დონეზე, იმდენად არის გადაღლილი და გადამწვარი, რომ შეიძლება ეს ზედმეტი პასუხისმგებლობების და ზედმეტი ტვირთის თემაც იყოს, რომ ერთგვარად ემოციური წნეხის, პრესინგის ქვეშ იმყოფებოდეს ადამიანი და მეორეს მხრივ შესაძლებელია ეს იყოს ერთგვარი წარუმატებლობა ურთიერთობაში და აქედან განცდილი კრიზისიც, ხო, რაღაცა დეპრესია. უახლოეს პერიოდში ნაკლებად არის შანსი მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, რომ ჩაფიქრებული პიროვნება გამოგეხმაურებათ, არა იმიტომ, რომ აბსოლუტურად თქვათ დასვა წერტილი თქვენთან ურთიერთობაში, ან დაამთავრა ყველაფერი და საერთოდ ინტერესი აღარ აქვს თქვენს მიმართ. არა, აქ ჩანს ადამიანი, რომელიც არის ძალიან დატვირთული პასუხისმგებლობებით და ამავდროულად გადართულია უფრო ფინანსების თემაზე, მატერიალურ თემებზე, პასუხისმგებლობების თემაზე და რაღაც შემოთავაზებებზე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გზასთან, მოძრაობასთან, ან რაღაცა ახალი საქმის წამოწყებასთან, შესაბამისად ეს ყველაფერი მისგან მოითხოვს იმხელა დროს და ენერგიას, რომ მას უბრალოდ ემოციებისთვის და ურთიერთობებისთვის აღარ რჩება ცხოვრებაში ადგილი და დრო. ამავდროულად ჩანს კრიზისი ემოციურ თემაში, ემოციებში, ჩანს წარუმატებლობა და ჩანს კრახი, ხო, ადამიანი რაღაცაში უფრო ემოციების თვალსაზრისით თვლის თავს რაღაცნაირად დამარცხებულად. ამიტომ უახლოეს პერიოდში ვფიქრობ, რომ მისგან რაიმე კონკრეტული გამოხმაურება, შეტყობინება ან აქტიური ქმედებები ნაკლებად არის მოსალოდნელი. ასეთი გახლდათ მესამე ვარიანტი. კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, თუ მოვიდა ეს პროგნოზები თქვენთან ენერგობალანსისთვის.
გააზიარეთ ვიდეო, დამიკომენტარეთ, დაალაიქეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და მოისმინოს საჭიროებიდან გამომდინარე ეს პროგნოზები. ხოლო ვისაც გსურთ პირადი კონსულტაციის დაჯავშნა, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, მესენჯერში, Facebook-ის გვერდზე, Facebook-ზე ან Instagram-ზე. ასევე გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, თქვენი იდეები, რაზე ისურვებდით შემდგომ ვიდეო გაშლას, კონტენტს და ასევე ზოგადად რაზე გსურთ, თუნდაც ნებისმიერი თემა, რაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა ეს თემა დაკავშირებული უნდა იყოს შემეცნებასთან, ეზოთერიასთან, სულიერ განვითარებასთან. დამიწერეთ თქვენი იდეები და მე შევეცდები, რომ ეტაპობრივად, თუ რა თქმა უნდა საინტერესო იქნება ეს იდეა, მოვამზადო შესაბამისი მასალები და გამოვაქვეყნო განახლების სახით ჩემს ვირტუალურ სივრცეში, სხვადასხვა პლატფორმებზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე და ასე შემდეგ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.